საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა გალაქტიონ ტაბიძის ლექსი რაც უფრო შორს ხარ, რომელშიც პოეტი ხატავს სიყვარულს როგორც დღესასწაულს. წაგიკითხავთ ლექსს. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ტკბები. მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი როგორც მზის სხივი, მიუწდომელი როგორც ედემი და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ. მე დღეს არ ვნაღლობ, დაევცდებოდე. ავადმყოფ გულს სურს რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული. ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული. მართლაც უცნაური სიყვარული არის წარმოჩენილი ამ ლექსში. თითქოს რეალურია კი არ არის ეს ყველაფერი, არის წარმოსახული და მართლაც ასეა. საერთოდ საზოგადოდ შეყვარებული ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის რომ თავის სატრფოსთან იყოს ახლოს. სიყვარულის დიდი წიგნი ვეფხისტყაოსანი რომ გავეხსენოთ და მისი გმირები. ავთანდილს ძალიან გაუხარდა, როდესაც თინათინი სამეფო ტახტზე ავიდა, რადგან ავთანდილი იყო ამირსპასალარი და მას უფრო ხშირად მოუხდებოდა მისი ნახვა. ნახეთ როგორ წერია წიგნში. თქვა ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლფიქალისა. ბროლფიქალი არის თინათინის აღნიშნული მეტაფორა. ნუ თუ მითპოვო წამალი მე ჩემი ფერ გამქრქალისა. ფერია გამქრქალი, ესე იგი ფერმკრთალი არის ავთანდილი, რადგან თავის შეყვარებულს, თავის სატრფოს, მიჯნურს თინათინს იშვიათად ხედავს. აი ამის შემდეგ კი მისი სიხარული, ასე ვთქვათ, იზრდება იმის გამო, რომ უფრო ხშირად მოუწევს მასთან შეხვედრას. გალაქტიონის ლექსის პირველივე სტრიქონები კი თითქოს ამ საყოველთაოდ აღიარებულ აზრს ეწინააღმდეგება, რადგან წერია რომ რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ტკბებიო. თითქოს პარადოქსი არის. სატრფოსთან სიშორე მის დარცსა და ნაღველს კი არ ამრავლებს, არამედ პირიქით ერთგვარ სიხარულს და სითბოს ღურის მის გულში. რატომ აქვს ლირიკულ გმირს ამგვარი განცდები? იმიტომ რომ მისი სიყვარული არის წარმოსახული. მისი სიყვარული განეკუთვნება ოცნების სფეროს. ოცნებაში ხომ ყველაფერი ადამიანს იდეალურად, სრულყოფილად წარმოუდგება. ოცნებისეულ ქალს, წარმოსახულ სატრფოს, მიჯნურს, მან შეიძლება მიაწეროს ისეთი თვისებები, რომლებიც არც ერთ რეალურ ქალს შეიძლება არ გააჩნდეს. აქ არის, რა თქმა უნდა, სურვილი, რომ ოცნება, წარმოსახული სამყარო აღემატოს რეალობას. ოცნება ხომ უფრო სანუკვარია, როგორც აღვნიშნეთ, ვიდრე რეალობა. რეალობა არის ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი. ის ოცნებისთვის თითქოს არ ტოვებს ადგილს, ხოლო ოცნება კი ყოველთვის არის მრავალმნიშვნელოვანი. არის თუ არა ამ ლირიკული გმირის შთაგონების წყარო ვეფხისტყაოსანი და ის იდეალები, რომლებიც იმ წიგნშია წარმოჩენილი. ალბათ არის. რადგან როგორც ვეფხისტყაოსანში წერია, მიჯნურს მამართებს შორით ბნედა, შორით ყდომა, შორით დაგვა, შორით ალვა. დაგვა არის, რომ უნდა დაიწვას სიყვარულით, შორს ყოფნით, მონატრებით, სატრფოს მონატრებით. ალვაც ეს ნიშნავს აალება. ესე იგი სიყვარული წარმოდგენილია როგორც ცეცხლი, რომელიც ადამიანს ფერფლავს. აქაც სწორედ ამ სიშორეზე არის გამახვილებული ყურადღება. ვეფხისტყაოსნის გმირები ხშირად შორდებიან ერთმანეთს. ვეფხისტყაოსნის ხერხემალი, ასე ვთქვათ, სიუჟეტი სწორედ ამაზეა აგებული, რომ ტარიელი და ნესტანი ბედისწერამ დააშორა. როგორც ვიცით, მიზეზი რა გახდა მათი დაშორებისა? ხვარაზმშას მკვლელობა. და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტარიელი დაეძებს გულმდუღარი ცრემლებით ტირს და მოთქვამს სატრფოზე. მაგრამ ნახოთ მეორე წყულის შემთხვევაში რა ხდება. ავთანდისა და თინათინს თითქოს არანაირი დაბრკოლება არ უნდა შეხვდეთ წინ, იმიტომ რომ მათ სიყვარულს არაფერი ეღობება. ისინი ცხოვრობენ ძალიან მდიდარ სამეფოში, როსტევანის სამეფოში, როსტევანი აფასებს ავთანდილს და ალბათ არც მათ დაქორწინება შეეწინააღმდეგება. მაგრამ ნახეთ, ისინი თითქოს ხელოვნურ დაბრკოლებას იგონებენ იმისათვის, რომ ცოტა ხანს დაშორდნენ. ხელოვნური დაბრკოლება, რა თქმა უნდა, პირობითად ვახსენე. როგორც ვიცით, ამ სამეფოში გამოჩნდება უცხო მოყმე და
როსტევან შეიპყრობს ცნობის წადილი. ვინ არის ეს უცხო მოყმე? ხოლო თინათინი უცხო მოყმის ამბის გაგებას, ამ ძალიან ძნელ დავალებას მისცემს თავის მიჯნურს ავთანდილს და ისინი 3 წლის განმავლობაში ერთმანეთს დაშორდებიან. აი ამ დაშორებას უნდა თითქოს გამოევლინა რამდენად მტკიცე იყო მათი სიყვარული. რა თქმა უნდა, ავთანდილი თვითონ უნდა დარწმუნებულიყო თავის სიყვარულში და თინათინიც თავის მხრივ უნდა დარწმუნებულიყო. გაუძლებდა თუ არა დროს მათი სიყვარული. როგორც ვიცით, მათმა სიყვარულმა მართლაც გაუძლო დროს. პოეტი ამ ლექსში, რაც უფრო შორს ხარ, წერს ამ სიყვარულზე, ამ ოცნებაზე, რომ ეს არის ხელუხლებელი როგორც მზისხივი, ასეთ შედარებას მოიხმობს. მზისხივი მართლაც როგორია, არამატერიალურია, ხელშეუხებელი არის. მას ვხედავთ, მაგრამ ხელს ვერ შევახებთ, ვერ მოვიხელთებთ. ის არის წმინდა, ის არის რაღაცა ამაღლებული ღვთაებრივი სამყაროსგან მოდის, სამყაროდან გამოგზავნილია თითქოს, იმისათვის რომ ადამიანების გულები გაათბოს. და აი ასეთნაირად წარმოუდგება პოეტს თავისი სიყვარული, ხელუხლებელი, როგორც მზისხივი, ესე იგი ამაღლებული, უცოდველი, უმანკო, ღვთაებრივი. ძალიან ხშირად ადარებენ ხოლმე პოეტები სიყვარულის განცდას, იმ გრძნობას, რომელიც შეიძლება დაეუფლოს ადამიანს სასუფეველში. მაგალითად, აკაკი წერეთლის გამზდელი რომ გავიხსენოთ, იქ ბათუს და ნაზიბროლას, როგორც გახსოვთ, ძალიან უყვართ ერთმანეთი და აკაკი წერს, რომ ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე სასუფეველის ნეტარებასო. სასუფეველი არის სწორედ 64. ან კიდევ ბარათაშვილი, როდესაც წერს ამაღლებულ სიყვარულზე და როდესაც წერს იმაზე, რომ უკვდავი სიყვარულის მოპოვება შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ სულებს, ასე ვთქვათ, ერთი გრძნობით ანთებულებს, მაშინ წერს, რომ სწორედ სულთა კავშირი წარმოშობს ისეთ სანუკველ სიყვარულს, რომლის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველიო. აქაც სიყვარული არის შედარებული სასუფეველთან. ასე რომ გალაქტიონის ლექსში რომ ჩდება სტრიქონი მიუწვდომელი როგორც ედემი, ძალიან ბუნებრივია თითქოს და ქართული პოეზიის ტრადიციით უკვე განსაზღვრული. ედემი, როგორც გითხარით, არის 64. ისეთივე მიუწვდომელია პოეტისთვის ეს საოცნებო ქალი, ეს საოცნებო სიყვარული, როგორიც არის ედემი. როგორც ვიცით, ედემი ეს არის მიღმა სამყაროს კუთვნილება. ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ან მოხვდება ედემში 64-ში, ან არა. ეს არის ღვთისაგან მონიჭებული ჯილდო წმინდა ცხოვრებისათვის. ამგვარი ოცნება საერთოდ შორეულ ქალზე არის პოეტთა შთაგონების წყარო. გალაქტიონის პოეზიაშიც ხშირად გვხვდებიან აი ასეთი ქალები, შორეული ეშხით შემოსილნი. მაგალითად, ასეთი არაჩვეულებრივი ლექსი მინდა გაგახსენოთ. მოვა, მაგრამ როდის? შორეული ქალის ეშხი მოვა, მაგრამ როდის? სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის. ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის, სიცოცხლეში თეთრი გედი, მხოლოდ ერთხელ მღერის. ზრდილი ნაზი და მეფური, ჩუმი ძველის ძველი, ლექსი არის უნებური სიზმრით შემოსველი, ხოლოდ თეთრი შადრევნებით მოკისკასე ბროლი, მაცდურ თვალის გადევნებით ტანჯავს მსუბუქ ქროლი. აჰა, ვხედავ ლურჯა რაში, მიქრის საშიშ ჩქარი და ბილიქთა ლურჯ ქვიშაში მიაქვს მძაფრი ქარი. მიქრის დალალ გადაყრილი, დოვინ, დოვენ, დოვლი, თოვლი, თიფქი და აპრილი, ვარდისფერი თოვლი. ულამაზესი სტრიქონებია, ძალიან მუსიკალური და ამგვარი სტრიქონები ჩნდებიან სწორედ ძალიან დიდი შთაგონების ჟამს და შთაგონებას კი იწვევს დიდი სიყვარული და ოცნება მიუწვდომელ სიყვარულზე. ესეთი ოცნება თითქოს ცხოვრებას სიზმრად გადააქცევს, სადაც საგნები ერთმანეთს ძალიან იოლად უკავშირდებიან, თანაც ძალიან დაშორებული საგნები თუ მოვლენები. შორეული ქალის ეშხი ათრობს გალაქტიონის გმირს და ელის მის მოსვლას, რომელიც მოვა და მოიტანს დღესასწაულს, სიყვარულის დღესასწაულს და ეს სიყვარული იქნება ერთადერთი და განუმეორებელი. ეს სიყვარული მას შეაქმნევინებს, როგორც გითხარით, კიდევ ბევრ ლექსს, მაგალითად ასეც. უსიყვარულოდ მზიარ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაქრის, ტყე არ ქრდება სასიყვარულოდ, უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. ესე იგი, ეს სრულყოფილი უკვდავებაც თითქოს მოიკლებს რაღაცას, თუ კი სიყვარული არ იქნება მისთვის დამახასიათებელი.
გალაქტიონის შემოქმედებაში ეს შორეული ქალი ხანდახან ისეთ მატერიალურ ფორმასაც იღებს ხოლმე, უხეშად რომ ვთქვათ. ხანდახან ეს შორეული ქალი არის მერის მიმართ აქვს ძალიან ბევრი ლამაზი სიყვარულით სავსე ლექსი მიძღვნილი. მართლაც არსებობდა ასეთი ქალი სახელად მერი შერვაშიძე, ულამაზესი ქალი, რომელსაც გალაქტიონი რეალურ ცხოვრებაში არ შეხვედრია. არსებობს გადმოცემა, რომ მხოლოდ ერთხელ ნახა ქუჩაში მიმავალი ქუთაისში და შემდეგ მისი ფოტო ოჯახთან ერთად გადაღებული ნახა გაზეთში და ძალიან მოიხიბლა. მერი შერვაშიძის ბედი ცოტა ტრაგიკულად წარიმართა იმ თვალსაზრისით, რომ მისი ოჯახი 1921 წელს გაჰყვა მთავრობას ემიგრაციაში და ისინი აღარ დაბრუნებულან უკან. თუმცა მერიმ უცხოეთშიც ისევე მოხიბლა ყველანი თავისი სილამაზით, კდემამოსილებით, არა მხოლოდ ხორციელი მშვენებით, არამედ უპირველეს ყოვლისა სულიერი ღირსებით, რომ იქაც მასზე ბევრი ლეგენდა შეიქმნა. ცნობილია, რომ ფრანგი ცნობილი დიზაინერი კოკო შანელი დაინტერესდა მისი რაღაც ეგზოტიკური გამორჩეული სილამაზითა და ჩაცმულობით და ის თავის მოდელათაც კი აქცია. სამწუხაროდ, როგორც გითხარით, მერი შერვაშიძე პარიზში გარდაიცვალა 1980-იან წლებში მე-20 საუკუნისა და ჰქონდა ჟურნალისტებს შესაძლებლობა, რომ დალაპარაკებდნენ მას ამ თემაზე, გალაქტიონის თემაზე, მაგრამ ის ამბობდა, რომ მას გაეგონა მხოლოდ, რომ გალაქტიონმა მას მიუძღვნა ლექსები და სხვა არაფრის თქმა ამის შესახებ მას არ შეეძლო. რაც შეეხება თვითონ გალაქტიონს, მას აქვს დღიურში ასეთი ჩანაწერი, რომ სახელი მერი მე არ გამომიგონებია, ეს მართლაც ასეა და მსოფლიო ლიტერატურაში არსებობს ქალი მერი, რომელსაც უძღვნიან პოეტები ლექსებს. მაგალითად, ძალიან ხშირად გვხვდება მერი ბაირონის ლირიკაში, მერი ასულდგმულებს შელის პოეზიას, მერის აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი. ერთ-ერთი საუკეთესო სახეა ვთქვათ ლერმონტოვის შემოქმედებაში და 1000 ინგლისური და ფრანგული რომანის გმირი არის ეს ქალი. და ჩამოთვლილი პოეტებისა თუ მწერლების არც ერთი მერი ერთმანეთს არ გავსო. ალექსანდრე ბლოკის მერი არის უფრო სიმბოლური, ხოლო ჩემი მერიო ამბობს გალაქტიონი არის უფრო რომანტიკულიო. კრიტიკოსებს კი სურთ, რომ რატომღაც ჩემი მერი დააკავშირონ ალექსანდრ ბლოკის მერთანო, თითქოს მე მივბაძე ბლოკს, როდესაც ამ ქალის სახება შევქმენიო. იგულისხმება ლექსი მერი, მე მინდა იქიდან გაგახსენოთ რამდენიმე ლამაზი სტრიქონი. შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი, მერი იმ ღამეს მაგ თვალთა კრდომა, სანდომიანცის ელვა და ფერი, წუხარე იყო ვით შემოდგომა. სხვათა შორის ასეთი მოგონებაც არსებობს. გალაქტიონი მისულა ლადო გუდიაშვილთან, ცნობილ მხატვართან და მიუტანია მერი შერვაშიძის ფოტო, რომ დამიხატე ეს ლამაზი ქალიო. და როდესაც მივიდა და გამზადებული ნახატი დახვდა, ნახატი შესრულებული იყო ლადო გუდიაშვილის ჩვეულ სტილში. თუ ვიცნობთ მის ნახატებს, მიხვდებით ეს რა სტილია და გალაქტიონი აღშფოთებულა. ეს არ არის ჩემი მერიო. ესეც იმას მოწმობს, რომ წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა და წარმოსახული ქალი, რა თქმა უნდა, იყო ბევრად მშვენიერი და ალბათ ასეთ მშვენიერებას ვერც ერთი მხატვარი, მათ შორის ვერც გუდიაშვილი ვერ დახატავდა. როგორც აღნიშნეთ, მერი მართლაც მის პოეზიაში არის საოცნებო ქალის სიმბოლო და ეს ქალი თითქოს ყველა ქალს მოიცავს, რომელიც გალაქტიონთან გვხვდება. მაგალითად, ასეთი სტრიქონები მინდა გაგახსენოთ. მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯა ცხენი, გადვიჩეხე, უკურნებლად დაჭრილი ვარ, დამეხსენი. შეკიდებიან მთვარეს როგორც მძიმე მტევნები, თეთრ ვარდისფერი ალუჩები და შადრევნებები. დაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად, სადღაც შორს მუსიკა კითხულობდა. ვინ არის ეს ქალი? ვინ არის ეს ქალი? ასეთი ცისფერი. აი ესე წარმოაჩინა, ასე დახატა იმ შორეული ქალის სახება, რომ ის ქალი არის ვიღაცა ღვთაებრივი სამყაროდან. ის არის ცისფერი ქალი. და ვინ არის? ამაზე პასუხს ვერავინ ვერ მოგცემთ. ამაზე პასუხი არის თვითონ გალაქტიონის პოეზიაში. ჩვენს განსახილველ ლექსში კი კითხულობთ და თუ არ ახარ ის, ვისაც ფიქრობ, მე დღეს არ ვნაღლობ და ევცდებოდე, ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. ლირიკული გმირისთვის არ არის მნიშვნელოვანი მისი ოცნების ქალი, თქვათ, რეალობაში როგორი იქნებოდა.
თავარია რომ მის წარმოსახვაში არსებობს ასეთი მშვენიერი და სრულყოფილი. აქვე ყურადღებას იქცევს ესეთი შესიტყვება ავადმყოფი გული. რატომ წერს გალაქტიონი ამას, რომ ავადმყოფი გული? ავადმყოფობა ნიშნავს სხვისგან გამორჩეულობას. ჩვენ ვიცით რომ სიყვარულს ხშირად მიეწერება ხოლმე რომ მას აქვს ძალა ადამიანი დაასნეულოს. როგორც ვიცით, სიყვარული მართლაც ცვლის ადამიანს. ალექსანდრე ჭავჭავაძე რომ გავიხსენოთ, ის მეფეს გადააქცევს მონად, ხოლო ბრძენს კი სულელად. შემოქმედება, სიყვარული ორივე არის ასეთი ძალისა, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ადამიანებს ავადმყოფებად, ესე იგი სხვისგან გამორჩეულებად აქცევს. ისინი სულ სხვანაირად იქცევიან, სულ სხვანაირად განიცდიან სამყაროს, უფრო გრძნობიარენი არიან და ამიტომაც სხვანი მათ აღიქვამენ როგორც ავადმყოფებს. ნიკო სამადაშვილი რომ წერდა ავადმყოფობა ეგონად ბიჭო ლექსები ტანზე გამონაყარიო. აი არაჩვეულებრივად წარმოაჩინა ეს განცდა. ან კიდევ პაოლოიაშვილი მინდა გაგახსენოთ, არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი, როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება. სიყვარული და შთაგონება ერთმანეთს გადაეწონება გალაქტიონის პოეზიაში და საერთოდ ნებისმიერი კარგი პოეტის პოეზიაში. ნესტანი მინდა გაგახსენოთ, რომელიც წერს ვზიმ-ზდელად სიყვარულისად, მის ჩემგან დანერგულისადო. ესე იგი, აი ეს შემოქმედებით, ლექსების წერით, ლექსების მიზღვნით, სიყვარულზე თითქოს ეს სიყვარული უფრო იზრდება და ხარობს. პოეტი საზოგადოდ, როგორც აღვნიშნეთ, განსხვავდება თავისი შეგრძნებებით სხვა ჩვეულებრივი მოკვდავებისაგან. მისთვის იშლება ზღვარი წარმოსახვასა და რეალობას შორის. მას შეუძლია რომ ოცნებით მეცხრე ცას შეწვდეს და გაილამაზოს ცხოვრება აი ამ ოცნებით. ამიტომაც ჩნდება ლექსში ანგელოზის სახება. ეს არაჩვეულებრივი შორეული ქალი მას წარმოუდგება როგორც თეთრი ანგელოზი. ანგელოზი თავისთავად არის სიმბოლო უმანკოებისა, ღვთაებრიობისა და ეს სითეთრე კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შეგრძნებას. შემდეგ ვკითხულობთ ლექსში დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული, ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული. სიყვარული არის ცეცხლი, რომელიც პოეტის გულს ეკიდება და რომელმაც შეიძლება დაფერფლოს, მაგრამ როგორც მითოლოგიური ფრინველი არის ფენიქსი, რომელსაც შეუძლია რომ ცეცხლიდან აღდგეს, აი ესევეა სიყვარულით დამწვარი ადამიანი, რომელიც ფენიქსივით აღდგება ფერფლიდან, რაცა ახალი ძალით განიცადოს ეს სიყვარული. აკაკი წერეთელი მინდა გაგახსენოთ, რომელიც წერს მოდი დამწვი სიყვარულო მიაშუქე სადაც ბნელა. ესე იგი, სიყვარული არის დიდი სინათლე, რომელიც სპობს ამ სიბნელეს. ან კიდევ რაც არ იწვის არანათებსო სიყვარულის გარეშე, ესე იგი, სულ ყველაფერი არის ჩაბნელებული. ბარათაშვილს ჯეროდა რომ მშვენიერი სული იყო ზეციდან მოსული, როგორც წეღანაც აღვნიშნე და რომ ადამიანს შეეძლო მარადიული სიყვარული, წარუვალი სიყვარული. იმიტომ რომ მას უკვდავი სული მისცა ღმერთმა დავით კერძო საღვთაებობისა, რად გწამს არ იყოს საუკუნო მადრი ტრფობისა. კერძო ღვთაებობისა ნიშნავს რომ ადამიანი არის სწორედ ღვთის ნაწილი. ან კიდევ, როდესაც ბარათაშვილი წერს სიყვარულზე, ეს ლექსი მინდა გაგახსენოთ, აროგიჟნო სათფო იქ წერს, რომ მოკვდავ ენას არ შეუძლია უკვდავი გრძნობის გამოთქმა. მოკვდავი არის ადამიანი, მას და არ შეუძლია გამოთქვას უკვდავი გრძნობა, ეს კი არის სიყვარული. ან კიდევ, როცა წერს, ნუ თუ ამ გრძნობის წადილსაც თქვა სიყვარული სხვათაებ, ესე იგი, რასაც განიცდის სათფოს მიმართ, ნუ თუ შეიძლება მას ჩვეულებრივად სიყვარული უწოდობო. და ალექსანდრე ჭავჭავაძეც მინდა გაგახსენოთ, მე შენ არ გეტყვი, გეტრფი, ვითასხვანი გეტყვიან. გეტრფი, მიყვარხარ თითქოს ჩვეულებრივი სიტყვებია და ამას თუ ეტყვი, შენს საოცნებო სატრფოს თითქოს რაღაცა გაფემგრთალდება. თითქოს სიტყვა ვერ იტევს იმ განცდას, რომელიც პოეტს გააჩნია. და გალაქტიონ ტაბიძის ამ ლექსის ლირიკული გმირი განიცდის რაღაც საოცარ აღტაცებას, მისთვის სიყვარული შორეული ქალისადმი არის დიდი დღესასწაული და ლექსში ჩდება რა თქმა უნდა ცრემლიც, ისევე როგორც ვეფხისტყაოსნის გმირები ხშირად ტირიან სიყვარულის გამო და აქ გალაქტიონი ამასაც წერს, რომ ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა. რატომ ახსენებს ბოდვას? იმიტომ რომ ის არის ძალიან განსხვავებული ჩვეულებრივი ყოფითი მდინარებისაგან და თითქოს ადამიანს ამოაგდებს აი ამ ჩვეულებრივი ყოფისაგან და თითქოს დაუჯერებელია ეს ნაბოდვარს გავს ის რის შესახებაც პოეტი წერს. და ერთი სხვა ლექსი მინდა გალაქტიონისა გაგახსენოთ. რისთვის მიყვარხართ?
მე არ მაქვს ნება, მაგნაირ გულით და სინაზეთი არის ამ ქვეყნად დაგვიანება, მაგრამ ამდენ ხნით, მაგრამ ასეთი არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია, არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით, ამ რევოლვერში არის 8 ტყვია, ერთს გაიმეტებთ, მე გთხოვთ მომკალით. ესე იგი, აქაც დიდი სიყვარული გადაეწუნება დიდ თავგანწირვას. პოეტი მზად არის, რომ თავისი სიყვარულისთვის სიცოცხლეს კი გააწიროს. გალაქტიონის პოეზია სავსეა ასეთი დიდი სიყვარულით. ის ერთგან წერს, რომ მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოგიტან, მე მოვალ სიზმარი და აი ამ ლექსებს როცა კითხულობ გალაქტიონისას, რომლებიც სიყვარულს ეძღვნება, თითქოს შენს რაღაც სიზმარეულ ყოფაში გადაინაცვლებ. მე გირჩევთ, რომ წაიკითხოთ გალაქტიონის ლექსები, რათა იგრძნოთ ნამდვილი სიყვარულის ძალა. გმადლობთ ყურადღებისათვის.